თანამედროვეა 2011 წელს გამოშვებული მანქანა. ახალია ეს ქალაქში, ახალი მანქანა ამ ტიპის არ დადის. ნუ შედარებით კომფორტია ყველანი რაც კი არსებობს ტრანსპორტში. მაგალითად კონდიციონერი აქვს. ფასი არის გაძვირებული, ისე იგი ამის ღირებულება თვითღირებულება თუ რაღაც არის ძვირად ღირებული. 12000 ევრო ჯდება ეს მანქანა. ბარათული სისტემა მოქმედებს. პირველ მგზავრობაზე იხდის დაუშვათ 80 წელს, მე 23 აკდება 60 წელს გადაიხდის. მესამეზე კიდევ უფრო აკდება და ნუ ეს სისტემა მუშაობს ჩვეულებრივ. დღეს ვინაიდან არის ცოტა მგზავრება, დაინტერესება იყო ამოსვლის, მაგრამ ვინც ნახულობს რომ მგზავრობის თეთრი არის 80-ში, პრეტენზიას აცხადებს, იმიტომ რომ მე დღეში მიხდება ცალმხარეს გამოსვლა 4 ტრანსპორტის გამოსვლა გადაითვალა ახლა გავიჯდა ჩემთან და გამოვიდა რომ 60 მიჯდება ცალმხარეს წასვლაო. ახლა უკან როდაბრუნე სახში კიდე 360 შედა ამას მიჩვენეო სხვა რამე მიმგზავრო ან ფეხით წამოვიდა, იმიტომ რომ მე ეკონომიურად ვერ გავუძლებ. და ანუ ეს მგზავრები ჩავიდნენ თუ როგორ იყო? არა, ამ ეტაპზე იმგზავრეს. ზოგი არის რომ ბოდიში ხდის და იხდის 50 წელს. ჩვენ არ ვედავებთ, იმიტომ პირველი არის და ახლა მგზავრებთან კომპლექსის შესვლა ჩვენ არ გავიგებთ. ჩვენ კომფორტულია, კარგია სისუფთავია, ჭერია, დაბალჭერიანებში გატენილი ფუტკებს და საშინელება. ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა ფასი. ფასი თუ დარეგულირდება, კარგი იქნება. და აპირებთ ამ სამოსო ტაქსით მგზავრობას ფასის მიუხედავად? არა, ფასის მიუხედავად არა, ალბათ გამიჭირდება, იმიტომ რომ ამ წელს არ არის ეს შემოსავალი, რომ ახლა დღეში 2 და 3 მარშრუტკით იმგზავრო და ეს ფასი გადაიხადა. ხელმისაწვდომობით არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ კომფორტული არის. ჯობდა ისე ძველი ფასი, მაგრამ და რამდენად აპირებთ ამ ტაქსით, სამოსო ტაქსით მგზავრობას? მუდმივად მეტი გამოსავალი არ არის, რასიზა. ხო, მაგაც იმუჩი თქვენას გადასაცდა და ხო, მაგას კილომეტრს 80 კილომეტრს არ მოდის. კომფორტი არის მართალია, მაგრამ ფასი რა თქმა უნდა ძვირი. აი რამდენად შეესაბამება ფასი პირობებს? ფასი ახლა როდის მართლა მეონდელ ცხოვრებაში ყველაფერი ძვირია, მაგრამ რაც თავარია კომფორტი არის. და თქვენ მუდმივი მგზავრი ხართ 4 ნომრის? მუდმივი არის, მაგრამ ხშირად მიწევს. და აი რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის ყოველდღე ამ თანხის გადახდა დაუშვათ? გაგითხრათ, რა სიმართლეა, ეს თანხა ძვირია. რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის? უბრალოდ იძულებული ვარ გადავიხადე. და აი რამდენად არის სხვაობა თქვენი აზრით აი ძველ სამარშრუტო ტაქსებსა და ამას შორის? აი თუნდაც კონდიციონერს რამდენად შეიგრძნებთ? რა თქმა უნდა უკეთესი. აი რა მხრივ? კეთილი მოწყობის სიამოვნების არის სიტუაცია, კეთილი მოწყობილია. აი სიგრილას გძნობთ? და თქვენ მუდმივი მგზავრი ხართ 4 ნომრის? შეიძლება. რამდენად დაეთყობა ეს დაუშვათ თქვენს ბიუჯეტს ამის კითხვამდე? რა თქმა უნდა დაეთყობა, მაგრამ ესე იგი ისე შეგვიძლია. კი ბატონო, კი,